რატომ დაუშვა საარჩევნო უბნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისეთი ვიდეო კამერები, რომელიც აღჭურვილი იყო როგორც GPS სისტემით, ასევე ჰქონდა ფუნქცია Wi-Fi-ის, ანუ შესაძლებელი იყო დაინტერესებულ მხარეს ლაივ რეჟიმში ედევნებინა თვალი თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და ვკითხეთ, იცოდეთ თუ არა ამ კამერის ამ ფუნქციების შესახებ, რადგან ჯერ კიდევ 2021 წელს CESCOM ისარგებლა ამ კამერებით ხმების დათვლასთან დაკავშირებით და მაშინ ქართულმა ოცნებამ გადასცა სწორედ CESCOM-ს ეს კამერები და იმ დოკუმენტებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუგზავნა, დგინდება, რომ სწორედ Wi-Fi-ის ფუნქცია და GPS ფუნქცია აქვს ამ კამერებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი პროკურატურას უნდა მიაწოდოს, ინფორმაცია დაინტერესებულმა მხარემ ვიცთulis, რომ შესაძლოა მომხდარიყო რაიმე სახის მანიპულაცია, რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რატომ დასჭირდათ მათ და იღებდნენ თუ არა ლაივ რეჟიმში საარჩევნო უბნებიდან კადრებს, ამაზე გვეუბნებიან, რომ მათ ლაივ რეჟიმში რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებოდა, თუმცა კითხვაზე, რატომ შეიძინეს ეს კამერები ამ ფუნქციებით, როცა შეეძლო სხვა მახასიათებლების მქონე კამერები შეეძინათ, ამ კითხვაზე უკვე ისინი ვეღარ პასუხობენ. იცოდით, რომ იყო აღჭურვილი ამ შესაძლებლობებით თუ ვინმეს ინფორმაცია. ეს არის ტყუილი. დოკუმენტს გაჩვენეთ ბატონო გიორგი. არ მინდა მე, თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, მიაწოდეთ პროკურატურას. CESCOM-ს გაქვთ ქართული ოცნების მოწოდებული ინფორმაცია, რომ GPS-ი ჰქონდა ფუნქცია Wi-Fi-ის დაკავშირებით. თქვენ ვინც ამ კითხვას გასმევინებთ, მიმართეთ პროკურატურას. მიაწოდეთ პროკურატურას. იყენებდით თუ არა Wi-Fi-ის ფუნქციას, პირდაპირ ეთერში ადევნებდით თუ არა თვალს რით ყველა ჩანაწერი გაკეთეთ ერთ-ერთი მიზნით, რომ ოპოზიციის ტყუილი რო თითქოს არჩევნები გაყალბდა, ამის ვიდეო მტკიცებულება ყოფილიყო, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასაც წარადგინეთ ეს ვიდეო მტკიცებულება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არც ერთ სასამართლო პროცესზე არ სადაც მოითხოვდა სასამართლო თუ მოითხოვდა, ან ვინმე მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცებული წარუდგენთ. აი თუ ამბობთ, საარჩევნო პროცესი. ლაივ რეჟიმში აკონტროლებდით? არა, რა თქმა უნდა, CESCOM-ს მიმართეთ ამ შეკითხვით, ყველაფერი იყო კანონისრული დაცვით. ჩემი კომპეტენცია არ არის, რომ გიპასუხოთ, ჯერო ვიცოდე, რითი არის კამერა აღჭურვილი, ტექნიკურად იქ GPS-ი არის თუ სხვა რაღაცა არის. ლაივ რეჟიმში ნახულობთ თუ არა რა ხდებოდა საარჩევნო უბნებში. ვისი კომპეტენციაც არის, იმას უნდა მიმართო. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლს შესაძლოა ემსახურებოდეს და ამომრჩეველზე გავლენას ახდენ და ამაზე წერდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის EUTO ODIHR-ის შემაჯამებელ დასკვნაშიც არის ამაზე საუბარი და როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ მაგალითად ვიდეო გადაღება მიმდინარეობდა და რიგ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ყუთებთან ხმის მიმცემ აპარატებთან ახლოსი ვიდეო კამერები მოქალაქეს უჩენდა განცდას, რომ მისი ნების კონტროლი ხორციელდებოდა, ამიტომ ამის პრევენცია საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პირებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი თქმით ვერ მოახდინა და ვერ უზრუნველყო, რომ ყველა საარჩევნო უბანზე კამერები ისე ყოფილიყო განთავსებული, რომ მოქალაქის ნება არ გაკონტროლებულიყო. ქართულმა ოცნებამ ყველა საარჩევნო უბანზე 24 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამონტაჟა კამერები. ბუნებრივია მათი სპეციფიკაცია ჩვენთვის არ იყო ცნობილი, თუმცა იმ სპეცოპერაციიდან გამომდინარე, რაც სხვა მიმართულებებითაც ვნახეთ, რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ ეს კამერები ყოფილიყო დამატებითი ფუნქციებით აღჭურვილი, რაც მთლიანად იქნებოდა ჩართული იმ დიდ სქემაში, რომელსაც სუსი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქართული ოცნება ერთობლივად ახორციელებდა. სულ რომ ამტკიცოს ახლა CESCOM, რომ ეს ფუნქციები მას არ გამოუყენებია, რაც ჰქონდა კამერებს, მას იმდენად აქვს ნდობა დაკარგული საზოგადოებაში, რომ ამის დარწმუნებას ვერც ჩართული მხარეებისთვის და ვერც ამომრჩევლისთვის ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ რადგან ეს ფუნქცია ჰქონდა კამერას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ეს ამ დატვირთვითაც გამოეყენებინათ. აქედან გამომდინარე, ეხლა რეალური გამოძიება თუ ჩატარდება, მაშინ დავადგენთ ამ ამბის ჭეშმარიტებას.
თითქმის 5 თვეა პროკურატურაში არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას არ გაავრცელებია ინფორმაცია, რაიმე დარღვევა დაადგინა თუ არა საარჩევნო უბნებზე განთავსებულ კამერებთან და ამომრჩევლის ნების შესაძლო კონტროლთან დაკავშირებით.